ჩვენი სტუმარია უსაყვარლესი საოჯახო წყვილი ხვიჩა მაღლაკელიძე და მარი ჩახვაძე. Obdamit genatale, obdamit. როგორ ხარ შემოგვიფასებო მარი ხვიჩა მადლობა ერთად ყოფნისთვის და დღესაკ მომბრძანებისთვის მე მოლოცვით უნდა დავიწყო ორმაგად გარდა იმისა რომ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა იმავდროულად წელს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი თქვენ ცხოვრებაში ესე იგი ძვირფასო მეგობრებო მიუხედავად იმისა რომ ასე არაჩვეულებრივად ახალგაზრდულად გამოიყურებიან ვერცხლის ქორწილი აქვს ჩემს ხვიჩას და მარის და მაგარი ამბავია ეს რა გამახსენე მადლობა მოწვევისთვის დიდი მადლობა და ესეთი თარიღი 25 წელი აბა ბიჭო 25 წელია შენ მე მიძლებ მე ვერცხლის ქორწილს ცალკე ოქროს ქანდაკება გეკუთვნის შენ მე ვიცი ის ისტორია რომელიც ჩემთანაც გაქვს მოყოლილი და წაკითხულიც მაქვს როგორ გაიცანი მარი კასტინგზე ხო? კი ბატონო. ხო და იცი რა მითხარი მე როგორც შენ ერთხელ აღნიშნე კასტინგზე მოსული რო იყო და რო გაუშვი მე კარგ ახანს ვეძებდიო. ახლა უფრო მეტად გაგიზნელდებოდა იმიტომ რომ მაშინ ხალვათობა იყო და ახლა ბულვარში იმისთან ახტება ბათუმში. არა ახლა ბულვარში რო გაიარო 100 მეტრო კიდება ზუსტად 100 წუთი. რომ ნელ-ნელა არ შეგეხეთქი ასე დადიხარ ბულვარში. მაშინაც კაი ხანი ერთი თვე ვეძებე. მაშინ და მაგრამ ვეძებე ქალაქში მეც სულ გადი ბულვარში ნახე ბულვარში დადის ყველა ვისაც თუ კიდე რაღაცა გამოაჩინოს თურქეთის ახალი გახსნილი იყო მაგრამ ისეთი თვალის მომჭრელი იყო ესე იგი პირველი ეფექტი რომ ხო ხედავ სანამ არ მოძებნე მანამდე ხო და იმის მერე მოკლედ ერთად და აი იმდენი რამე გადავლახეთ ერთად იმდენი უარყოფითი ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ ღრმა 90-იანები და ამან უფრო შეგვაკავშირა და ალბათ რა ვიცი გაგვაძლიერა ძალიან დიდი ოპერაცია შესაძლებელი სიამის ტყუპები ვითვალთ რა მაგრამ გაგვაშოროთ ერთმანეთს და მაშინ თავი რომ მოგეწონებია გოგოსთვის რაღაც აი გიტარაზე უკრავ გაიგო მოისმინა გადიირია გაგიჟდა ახლა ყოველდღე გიტარას ვარ და უკრავ რაღაცა და გააკეთო ხო და ხშირად ამბობს მაგრამ რომ ნაკლებად რომანტიული ვარ რაღაც რომანტიზმები შემომაწმებოდა ესე და ერთ დღეს ვიყიდე მაშინ ძალიან ძვირი ყიდა და ახლა არც გამოდის და ვიტყვი იმ სახელს ელ პასო იყო ასეთი კიდე ასე შეგესხა კიდე გაგეშვა ჰაერში ყველა ხმარობდა ელ პასოს და არა საოცარი სული ქონდა ხო და მეთქი ვაჩუქებ და მე მივაკითხე სახლში მივედი და ახალი გაცნობილები ვართ ეს და ვიცი რომ მეოთხეზე ცხოვრობს თუ მესამეზე ამას მესამეზე ბებიამის ცხოვრობს და მეოთხეზე თვითონ ცხოვრობს და რაღაც ვერ დავიბავ ციფრებთან ვერ ვარ კარგად და ავედი და ახლა მაგანკალებს ახლა ნერვიულობ მაინც ახლა და ატო ტუკ დრო შუქი არისო თორე შუქი რო ყოფილიყო იქნებოდა და მე კარებს ესეთი გაგების ხმა იქნებოდა მაგრამ არ იყო ეს ყველაფერი მაგრამ კარების გაგების ხმა იღება კარები და ეს არ გავს კაცო მარისი ბებიამისი აღებს კარებს და მე და რა მეკრა და უცებ მიზეზი 8 მარტი გასულია 7 თვის გამარჯობა და ეს თქვენ სარომარტო საჩუქარი მე თქვენ მივეძმები ამის საჩუქარი ეს დამეტანი შორიდან დაგიწყია ხო და ეს დამჩა უსაჩუქროთ მაგრამ მოდი ჩვენი საღამოს პაემნების ამბავი გაიხსენე შეგოგენ ჩვენ ძალიან ბევრი კურიოზები გქონდა ხოლმე საღამოს პაემნებთან დაკავშირებით მაშინაც იყო უკვე ხვიჩა რომ გავიცანით ძალიან დაკავებული მეც ვიყავი დაკავებული და შენ მუშაობდი თან სწავლობდი სწავლობდი სამსახური ხვიჩა ხო გადარბენა მუდმივად ძალიან პოპულარული იყო მაშინ უკვე ბათუმში და ეცალა მხოლოდ საღამოს საათებში აი ძალიან გვიან საათებში ну ეს იყო საკმაოდ პრობლემატური გოგოს გამოშვება სახლიდან ამ დროს განსაკუთრებით ბათუმში განსაკუთრებით 90-იანებში ხო ეს ძალიან კარგ ტონათაც არ იცვლებოდა და პრობლემატური იყო ხოლმე გამოსვლა და ვიპარებოდი სახლიდან ძალიან მეხმარებოდა როგორც ხვიჩა აღნიშნა ეს მესამე მეოთხე სართულზე ბინები ну ერთ ბინაში ვამბობდი რომ ვარ მეოთხეზე მეორე ბინაში ვამბობდი რომ და ამ დროს ხვიჩა მელოდებოდა ქვემოთ ეზოში და
შემოდიოდა ჩამქრალი ძრავით ჩუმად თვითგორვით და მელოდებოდა იმიტომ რომ შეიძლება 9 საათი 1 საათი დამჭირდება 40 წუთი და ნუ არ იცოდა როდის გამოვიპარებოდი ესე ბატონო სიყვარულის ზალა ეგ არის მე რასთავარი როგორც კი გამოვიპარებოდი როგორც იქნა გამოვიპარებოდი ჩუსტებით აი ასე სახლის პიჟამები და ასე ვთქვათ მანქანაში დაქოქავდა და მთელ ეზოს კი არა მთელ ბათუმს მთელ აჭარას ეს მოდოდა ბიჭო მანქანა დაქოქავდა ისეთი ანტიკვარი და ისეთი საყვარელი ეს იყო ძველი ციტროენი გახსოვს ალბათ ფანტომასი ციტროენი საიდან მოხდა შეთა ხო კი ფანტომასი ფილმი გახსოვს აი ზუსტად ის მანქანა იყო ოღონდ ყავისფერი ხო და ისეთ დეტალი ქონდა გაფუჭებული სტარტერი უნდა მიწოლოდი და საშინელ ხმას უშვებდა. ასე ვიღაცები გონება დილის სავლებს იკეთებსო, დილი და ის საშინელი ხმა ხონდა. მე ხო თვითგორვით შევდიოდი, რომ ამათ არ გაეგოთ. ჩუბად და გავიპაროდა. მერე გამოსვლისას ეს მაწვებოდა, უნდა მიწოლიდე. და ეს ტრადიცია ის. ამისანა რომანტიკული. ხუჩამოვიდა, კაი, გადა მეზობლება იცოდა უკვე. ხა მეზობელი მოეხმარებოდა მიწოლაში ამანქანას. მერე გააგზავნა, მაგას გაგზელება აქვს. გაგზელებები ბევრი არის ძალიან. ერთ-ერთ აიმანზე ასე ვთქვათ, მივდივართ. სად მივდივართ განათებულ ქუჩაში. ერთ-ერთი განათებული ქუჩა არის და აი იმ ქუჩაზე უნდა გავისერინოთ, გამოვისერინოთ, ჭამოთ ნაყინი, კორნეტო მაშინ ჭამოთ. ხო. ანხინ. ეგ რეკლამაში ითვლება. აღარ გამოდის, აღარ ითვლება. აღარ გამოდის ეს სახეობა ნაყინის და შენ დაწუნებულა, ჩვენ 25 წლის თავი გონი მეტი გვაქვს. მიკროვიდელამდე ვცდები. ჩვენთვის ბევრია. მოკლედ ერთ-ერთ აიმანის დროს აი ესე გამოვიპარეთ ჩავჯექით და როგორც იქნა მივდივართ აი ერთ-ერთ განათებულ ქუჩაზე უნდა გავისერინოთ და შეგვდა აი ეს რეიდები ხდებოდა ხოლმე აი პოსტები იყო დაალაგებული ნუ ხუჩამ მოინდომა მაგ დროს შუმახერობა სპაიდერმენობა სუპერმენობა და მოდი მაგელი არც იქ იყო გამოგონებული სპაიდერმენი შენ გამოგონებული მე გამოვიგვი ჩემზე აწყეს მე და არ გცალი ახლა ჩვენ რას ამბობ ახლა დავგაზავ და რას ამბობ ახლა ნუ მართლაც დაგაზა და არ გაუჩერე გონია არ გაუჩერე ნუ ჩემთვის სასწაული შერჩა ჯოხი ხელში გამოვიქესით ასე ვთქვათ და შემოვუხვიეთ და მეორე პოსტია და რა თქმა უნდა აი აქედან მაკანე იქიდან ნუ ფილმი გეგონება და გამოგვიჭრეს დაგვიჭრეს ჩამოგვართვეს საბუთები ჩამოგვართვეს მანქანაც გამოვედით ახლა ჩვენ ბნელ ქუჩაზე ეს ჩუსტებით აი ასე სახლის ტანსაცმელში და უნდა მიმაცილოს ახლა სახლამდე უმანქანოდ პაიმის გარაშე დავრჩით ნაყინის გარაშეც დავრჩით და მოვდივართ და ცოტა ხანში დაგვეწია ისევ ეს მანქანა მოდით გაგვიკვირდა ახლა რაღა დავაშავეთ ხო ფეხით მივდივართ ხო ფეხით მივდივართ და მოდიო და ქოკაშენი მანქანა გადაიყენეს საჯარო ალას კაირაიყეს ეს ჩუსტებით გამოპარებული ხალი უკან მილიციის ბანკად მივიყვანეს შევეცოდეთ ძალიან და მიხნეთ რომ არაფერს ვაშავებდით მართლაც და შევეცოდეთ და ნუ საბოლოოდ რომ პოლიციის ბანკით მოვედეს სახლში აი ძალიან ჩუსტებით გავუკვირდეთ ჩვენ ბატონო ასეთი ფათერაკებით და ამისთანა პერიპეტიებით დაწყებული ამავე რა შესანიშნავად გაგრძელდა და რაც თავარია თქვენ ყავთ ორი არაჩვეულებრივი ვაჟკაცი ირაკლი სულ პატარა იყო 2006 წლის იუმორინაძე როცა გამოდიოდა და მაშინვე ეთყობოდა რომ პატარა მაღლაკელიძეა. შემდეგ ილია დაემატა აი ამ ნიჭიერ ოჯახს და ირაკლი თავისთვის არქიტექტორია უფროსი და ხაზავს რაღაცებს და ასე ონლაინ ასწავლი რა ქალაქს ავაშენებ მე ხა იმის ცნება არის რაღაც გააშენოს ისეთ ქალაქი ააშენოს რომ არაფერს არ გავს. ისეთი მომავლის ქალაქი. რაც ყველა დამწყებ არქიტექტორს უნდა თავიდან რაღაცა იგებს. უნიციერესი კაცია, მე მისი ნახატები მაქვს და ესკიზები ნანახი და დარწმუნებული ვარ, რომ ულამაზეს ქალაქს ააშენებს, როცა იქნება და როცა იქნება მაგის საშუალება. ყველაზე უცნაური აი გულდასაწყვეტი ისე რა ვქნა, ცოდვა გამხელი ჯობია. არც ერთი და არც მეორე არ წყალობს ტელევიზიას, არ წყალობს ჟურნალისტებს, არ უნდათ არასოდეს არც ინტერვიუ, აი გამოჩენა არ უნდათ. აქედან მოვიკითხოთ და აქედან მოვესიყვარულოთ. აქედან გესიყვარულები შვილებო. ახლა მოდი გადავიდეთ სიმღერაზე, იმიტომ რომ ტყუილად არ არის იქ გიტარა და მოდი ერთი ლამაზი სიმღერა ქერომ თქვენს ურთიერთობას ასახავს. აი იმისთანა ვიღე. ჩვენი ახალგაზრდობის სიმღერა. მაღნობის. აბაქო. ჩემო ცისფერ თვალება
მოხატულო კალმითო შემიყვარდი მხოლოდ ერთი ნახვითო გულის კარებს გაგიღე გამოყვები მოვითო აღარა ვარ ბიჭო შენი დარდითო თვალზე წრემლი მომდის უკვე ღამე მოდის ფიქრი მოვაწამება ხოლო ჩემზე ვფიქრობ ხოლო ჩემზე დარდო რამე მარტება თვალზე წრემლი მომდის უკვე ღამე მოდის ფიქრი მოვაწამება ხოლო ჩემზე ვფიქრობ ხოლო ჩემზე დარდო რამე მარტება ჩემო თვალებ ხატულა გული მომეცლა მასო ეს ცხოვრება გაგილამაზო მოდი კარი შემომიღე ცოტა გაგეთამაშო თორემ უკვე სიყვარულმა დამათრო თვალზე წრემლი მომდის უკვე ღამე მოდის ფიქრი მოვაწამება ხოლო ჩემზე ვფიქრობ ხოლო ჩემზე დარდო რამე მარტება თვალზე წრემლი მომდის უკვე ღამე მოდის ფიქრი მოვაწამება ხოლო ჩემზე ვფიქრობ ხოლო ჩემზე დარდო რამე მარტება რამე მარტება რამე მარტება როგორ ჩემზეც დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო მადლობა მარი მადლობა ხვიჩა ჩვენი სტუმარი გახდათ მაღლა კელიზეების ოჯახი